მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ სავსე მთვარეობაზე, რომელიც გვექნება 16 ნოემბერს თბილისის დროით 01 საათსა და 28 წუთზე. ეს იქნება კურო მორიელის ხერძზე 24 გრადუსზე. ძალიან მნიშვნელოვანი სავსე მთვარეობა გვექნება იმ კუთხით, რომ აქ აუცილებლად რაღაცა ცვლილებებს უნდა მოვეულოდეთ, რადგან მთვარეს შეერთება ექნება ურანთან კურო ზოდიაქოს ნიშანში და დაპირისპირება მზესთან. რა თქმა უნდა, ეს რადიკალურობას მიგვანიშნებს, როდესაც ურანი აქტუალურია რუკაში, აქ რადიკალურ გადაწყვეტილებებთან გვექნება საქმე, რაღაცის დამთავრებასთან, რომელიც იყო დრომოჭმული და განვითარებას არ ექვემდებარებოდა სწორედ ამის დასრულების პერიოდია. შეიძლება ზოგიერთი გამოაგდოს კომფორტის ზონიდან და მტკივნეულიც იყოს ეს პერიოდი, მაგრამ აუცილებლად ეს პერიოდი გაგიყვანთ ძალიან კარგზე, რადგან აქ ანთავისუფლებს იმ ადგილს, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში თქვენთვის საჭიროებას მოითხოვს. სავსე მთვარეობა შეეხება როგორც ურთიერთობებს, ასევე საფინანსო საკითხებს, უძრავ ქონებას, ჩვენ საყოფაცხოვრებო საკითხებს. აქ შემოიტანს განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს, ვისაც გყავთ პლანეტები, მიაქციეთ განსაკუთრებით ამას ყურადღება 24-დან 27-28 გრადუსამდე ძალიან მნიშვნელოვნად იმუშავებს ეს სავსე მთვარეობა თქვენთან. სავსე მთვარეობის წინა და მომდევნო პერიოდებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანს არაფერს არ უგეგმავთ, არ ვიწყებთ. პირიქით, ეს პერიოდი არის რაღაცის დასრულების, რადგან ჩვენ სავსე მთვარეობას ვიცით, რომ ვასრულებთ მნიშვნელოვან საკითხებს, განსაკუთრებით ეს სავსე მთვარეობა გამოიყენეთ ამისთვის. დაასრულეთ ის საკითხები, რომელიც უკვე ხელისშემშლელია თქვენთვის. ემოციური ფონი ძალიან დაძაბულია. მოერიდეთ კამათს, დაპირისპირებას და რადიკალურ ცვლილებებს, რომელიც თქვენთვის დაუგეგმავია. რა თქმა უნდა, შემოვა ცვლილებები, მაგრამ ეს უნდა იყოს აუცილებლად დაგეგმილი. ამ დაგეგმარებაში დაგეხმარებათ ის, რომ სატურნი კი ამავე დღეს ხდება დირექტული, ესეც ერთ-ერთი მაჩვენებელი იმის, რომ თქვენ შეგიძლიათ იმ განთავისუფლებულ ადგილას ძალიან კარგი, სტრუქტურირებული, მნიშვნელოვანი თემები შექმნათ, რომელიც სოციალურ საკითხების განვითარებაში დაგეხმარებათ. რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნების ზოგად დახასიათებას, მე აქ ხერძულად განვიხილავ. პირველ რიგში შევეხები ვერძის ასწორის ხერძს, რომელიც მერვე სახლის თემებს გააქტიურებს. ეს იქნება ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები. აქ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგრამ ეცადეთ, რომ რადიკალურ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. აქ ვალების დასამთავრებლად რაღაც ხელისშემშლელი სიტუაციები, რაც ბიზნეს საკითხებში იყო, საყოფაცხოვრებო საკითხებში იყო, ამის დასრულებისთვის ძალიან კარგი პერიოდია. ამ პერიოდში აიღებთ ვალებს, მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს, როგორც არის ყიდვა-გაყიდვის საქმეები, დავით ფრთხილად ამ საკითხებს. რაც შეეხება კურო მორიელის ხერძს, აქ იქნება პირველი მეშვიდე სახლის თემები, გააქტიურებული პარტნიორული ურთიერთობების საკითხები, პარტნიორული ურთიერთობა ყველა დონეზე, როგორც საქმიანი კუთხით, ასევე პირადი. აქ შემოვა რადიკალური ცვლილებები, შესაძლებელია აქ კამათის და დაპირისპირების ალბათობები ძალიან მაღალი იყოს, რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღოთ ზუსტად პარტნიორულ ურთიერთობაში, რამაც შესაძლებელია შეცდომაშიც შეგიყვანოთ, მაგრამ თუ გონიათ, რომ დასამთავრებელია რაღაცა საკითხები, არ გაძლევთ განვითარებას და ეს ყველაფერი უკან დატოვოთ, ძალიან კარგი იქნება იმისთვის, რომ თქვენ და სასიკეთოდ გამოიყენოთ ეს პერიოდი. ყველანაირი კამათისა და დაპირისპირების გარეშე გაანთავისუფლეთ ის ადგილები, რომელიც შემდეგში აუცილებლად კარგის მისაღებად უნდა იყოს მზად. ასევე განსაკუთრებით მორიელები მინდა გაავრცელდეთ ხელისშემშლელ სიტუაციებს პარტნიორებისგან, თქვენთან უფრო დაძაბული გარემო შეიძლება შექმნას, ხოლო კუროებისთვის თქვენ მიაქციეთ ასევე თქვენს ჯანმრთელობას ყურადღება. რაც შეეხება ტყუპები მშვილდოსნების ხერძს, აქ შეეხება თქვენს ჯანმრთელობის საკითხებს, ასევე საყოფაცხოვრებო და სამსახურეობრივ საკითხებს. სამსახურეობრივ
ორივე საკითხებში შესაძლებელია აქ იყოს ცვლილებები, ასევე ჯანმრთელობის საკითხებსაც შეეხოს, განსაკუთრებით მინდა ჯანმრთელობას ყურადღება ემოციურ დონეზე ყურადღება მიაქციოთ მშვილდოსნებმა, რადგან აქ შიშების, დეპრესიულობის ალბათობები ძალიან მაღალია. გამოდით ამ სიტუაციიდან, ამის დასრულებისთვის ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობის დასრულებისთვის ძალიან კარგი პერიოდია და ამისთვის გამოიყენეთ ეს პერიოდი. ასევე უბებისთვის კი ძალიან კარგია იმისთვის, თუ სამსახურში რამე პრობლემური საკითხები იყო, შეგიძლიათ დაამთავროთ, დაასრულოთ, განთავისუფლდეს ამ საკითხებისგან და ასევე მიაქციოთ ჯანმრთელობას ყურადღება. რაც შეეხება კირჩხიბით თხის რგებს, აქ თქვენთან იქნება მე-5-მე-11 სახლის საკითხები, აქ იქნება მეგობრებთან, თანამოაზრეებთან, რაღაც პროექტები, რომელიც დაგეგმილი ქონდათ ამდენი ხნის განმავლობაში და ეხლა რაღაც ცვლილებებს მოითხოვ, შემოიტანეთ აქ აუცილებლად ცვლილებები, იმიტომ რომ ეს ცვლილებები შეიძლება სასიკეთოდ გამოგადგეთ. ასევე სასიყვარულო ურთიერთობის კუთხით განსაკუთრებით თხის რგებს, რომლებიც ჩართულიყავით, ქონდათ ურთიერთობები და არ ერქვა სახელი ამ ურთიერთობას, ეხლა ძალიან კარგია იმისთვის, რომ რაღაც სახელი დაერქვას ამ ურთიერთობას. ლომი მერწყულებისთვის თქვენთან აქტუალური იქნება სამსახურის სახლის საკითხები, ლომებთან აუცილებლად გააფრთხილდით სამსახურეობრივი საკითხები, რადგან აქ იქნება კამათისა და დაპირისპირების ალბათობები უფროსებთან, თანამშრომლებთან, ამიტომ აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, ამან შეიძლება გამოიწვიოს რადიკალური ცვლილებები, რაღაცისგან მოულოდნელად განთავისუფლება, ან გაგანთავისუფლონ სამსახურიდან და ეს ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა და კომფორტის ზონიდან შეიძლება გამოგიყვანოთ ამ საკითხებმა, ამიტომ აქ რადიკალურ გადაწყვეტილებას მიიღებ, ჩაწყნარდეს ეს სიტუაციები და თავისთავად შემდეგ რა თქმა უნდა გზა გამოჩნდება. თუ გონიათ რომ უნდა დასრულდეს რაღაცა სიტუაციები, დაასრულეთ, რადგან ესეც ერთ-ერთი მაჩვენებელი იმის, რომ მე რაღაც სიახლეები უნდა შემოვიდეს თქვენთან. ხოლო მერწყულებისთვის აქ სახლის საკითხები, ოჯახის საკითხები, მშობლებთან დაკავშირებული საკითხები იქნება შესაძლებელია პრობლემური, რადგან აქ დაძაბულობის ალბათობებია ძალიან მაღალი, ან პასუხისმგებლობა, რომელიც აღებული გქონდათ მშობლებთან, ან ოჯახის საკითხებთან, გინდოდეთ რაღაცისგან განთავისუფლება და სწორედ ეს საკითხები იყოს თქვენთან აქტუალური, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, როლია ის, რომ რადიკალურ გადაწყვეტილებას მიიღებთ. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან აქ კამათისა და დაპირისპირების ალბათობები ძალიან მაღალია. ქალწული თევზების ღერძ, აქ თქვენთან იქნება მე-3-მე-9 სახლი გააქტიურებული, აქ თქვენთან სწავლის თემები, რომელიც გააქტიურებული იყო, შესაძლებელია კიდევ რაღაცა სიახლეები მოგინდეთ, უფრო მეტად გააფართოვოთ, უფრო მეტად რადიკალურად შეცვალოთ აბსოლუტურად ყოველფრის მიმართ მიდგომები, როგორც კომუნიკაციებში, ასევე მეგობრებთან, თანამოაზრეებთან, რომლებთანაც გქონდათ ურთიერთობა. შეიძლება ბევრი რაღაც შეცვალოთ, შეიძლება გამოხვიდეთ იმ ძველი ურთიერთობებიდან, კონტაქტებიდან, კომუნიკაციებიდან და გაანთავისუფლოთ გზა შემდეგისთვის, რომ ახალი ადამიანები შემოვიდნენ თქვენთან. პარტნიორული ურთიერთობები გქონდათ უცხოელებთან, მოლაპარაკებები, შეგიძლიათ აქ რაღაცა სიახლეები, განახლებები შეიტანოთ, რადგან ეს თქვენთან სასიკეთოდ შესაძლებელია შემდეგში დამთავრდეს. ძალიან დიდი მადლობა ყველას, წარმატებები მინდა გისურვოთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და დამილაიქეთ.